მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 8 თებერვალია. დავითობა. დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. და რაოდენ სასიამოვნო და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში თითქმის 2 კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს 11 საათზე ჩვენ შემოგთავაზებთ შესანიშნავ სერიალს დოკუმენტური ფილმებისა სახელწოდებით მწერალი და ერის კირთება, რომლის ავტორი და მთხრობელი გახლავთ თანამედროვე ქართული მწერლობის კლასიკოსი, ყველასთვის ძვირფასი და საპატივცემულო ბატონი რეზო ნიშველაძე. ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი კი დღეს ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ, ბატონი ბექა ავარსკი. მოგესალმები, ჩემო ძვირფასო ბექა. უპირველეს ყოვლისა მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო, რომ მობრძანდით ჩემთან და ვიდრე ჩვენ ფილმის დეტალებზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა ბატონ რეზოს მოვეფერო ამ სტუდიიდან. ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ამ დიდებული შანსისთვის, რომ სწორედ ჩვენ მოგცა ტელეკომპანია ქართულს ამ დიდებული სერიალის ექსკლუზიურად გაშვების უფლება. ქეცვიხრი ბატონო რეზო თქვენს წინაშე და გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას. ბექა, მე ახლა მინდა დიდი მადლობა და ვიცი რომ თქვენც იგივეს ფიქრობთ და უპირველეს ყოვლისა მე მინდა თქვენც გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა იმისათვის ბექა, რომ როდესაც მე აი ამ ფილმის სერიებს გადავხედე, ეს არ არის ჩვეულებრივი სერიალი დოკუმენტური ფილმებისა. ეს არის ნამდვილი ოქროს საგანძური. ასე ვფიქრობ ზუსტად და ჩვენი მაყურებელიც მე ძალიან მალე დამეთანხმება ამაში, რომ დღევანდელ რეალობაში, მაშინ როდესაც ჩვენი თანამედროვეობა, ჩვენი მომავალი თაობა მოწყვეტილია სამწუხაროდ წიგნს, თქვენ აი ამ ფილმების საშუალებით მათ მიეცით შანსი და ძალიან დიდი კომფორტი იმისათვის, რომ ესენი ეზიარონ იმ დიდ ისტორიას, რასაც ჩვენი ქართული მწერლობა ჰქვია. ეხლა მე მინდა თქვენგან მოვისმინო ბევრი რამ ამ ფილმის შესახებ და ჩვენს მაყურებელსაც ეს უსათუროდ აინტერესებს. საიდან წამოვიდა იდეა, ვის ეკუთვნის იდეა ამ ფილმების შექმნის? მე ვიცი, მაგრამ მე მინდა მაყურებლისთვის. უპირველეს ყოვლისა, მივესალმები თქვენს მაყურებელს, ტელემაყურებელს. მადლობა თქვენს ტელეკომპანიას ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის. თქვენს გულისხმას უერთდებით და რა თქმა უნდა შორიდან ეკრანიდან კიდევ და კიდევ ერთხელ უდიდესი ღრმა პატივისცემით მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ რევას. თქვენ აღნიშნეთ, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოს, ნამდვილად ასეა ადამიანს, რომელმაც თავისი შემოქმედებით, ცხოვრებისეული გზით სრულად დაიმსახურა ის უდიდესი წოდება და ჯილდო, რომელიც ქართულ ხელოვნებაში წარმოადგენს მწვერვალს. ეს არის რუსთაველის პრემიის ლაურეატობა. ბატონ რეზო არის ადამიანი, რომელიც თავისი შინაგანი მეობით, წამსით წარმოადგენს არა მარტო ლიტერატორს, არამედ მოქალაქეს, რომელმაც იცის თუ რას ნიშნავს იყო შენი ერის, შენი ქვეყნის შვილი. აი იდეასთან დაკავშირებით ახლა თქვენ ახსენეთ, თქვენ იცით და ზუსტად ეს იყო ინდიკატორი ბატონი რეზოს შინაგანი სამყარო. მე მქონდა ბედნიერება და საშუალება იმისა, რომ გადამეღო 2 ფილმი ბატონ რეზოზე. უკანასკენ ერთ-ერთი ბოლო ფილმი იყო მის 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით
ეს ვრცელი ფილმი არის, 6 ნაწილიანი ფილმია და ყოველთვის ვიხსენებ თითოეულ დღეს მასთან ერთად გატარებულს უდიდესი შემოქმედებითი სიამოვნებით, იმიტომ რომ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა, საუბარი ზოგადად საკაცობრიო თემაზე და ლიტერატურაზე, რომელიც აბსოლუტურად გადაჯაჭვულია ერთმანეთში ყოველგვარი წყვეტის გარეშე, არის მართლმადიდებლობა. შემდგომ პერიოდში ძალიან დიდ ხანს წელიწად ნახევარზე მეტი ფიქრობდი ამ იდეასთან დაკავშირებით, რომლის რეალიზება უკვე მოხდა, განხორციელდა და ადამიანი პირველი, ვინც მე წარმოვიდგინე, ეს იყო ბატონი რევაზი, ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანი, რომელიც არ არსებობს ოჯახი, დაწმუნებული ვარ, სადაც მისი ნაშრომის ნივთიერი დასაბუთება წიგნი არ არსებობს. და პირველი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის თხრობელის სახით, ავტორის და შემდგომ უკვე წამყვანი, როგორც ახლა ითქვა, მაგრამ წამყვანზე მეტად ვფიქრობ თხრობელი, იმიტომ რომ ბატონი რეზოს აი ეს აკადემიური განათლება, რომელიც წარმოსახული არის მეტყველებაში და მისი ეს ქრესტომატიული ვერბალური ენით გამოთქმა, ეს არის უნიკალური რამ. გეთანხმებით სრულიად, დიდო სტატია დეკლამაციის. ის არის დიდო სტატი, ადამიანი, რომელიც ზედმიწევნად ფლობს ქართულ ენას და გრამატიკას. ეს არის უდიდესი სინთეზი. ამაზე მეტად ძალიან რთული არის. ზუსტი მიგნება გაქვთ გაკეთებული, იმიტომ რომ მსგავსი ნამდვილად არ იქნებოდა. შემდგომ იყო ეს და შარშან ზუსტად ნათლისღება იყო 19 იანვარი 2024 წლის, რომ ვესაუბრე დავარაკე ბიულოცებით, ერთად ვიყავით და ვუთხარი, რომ ბატონ რეზო მეთქი ერთი ესეთი იდეა მეთქი და უნდა განახორციელოთ. ძალიან მაგარი რაღაცა, ძალიან რთული იქნება. კი, მეთქი ვარა ჩესა ახაც მეთქი კიდე რაღაცა მეთქი რა. ავტორად ამ ყველაფერს მეთქი და თხრობელად თქვენ წარმოვიდგენ ხართ მეთქი. დაფიქრდა ბატონო რეზო და მეთქი რომ ეს ურთულესი საქმეა. კი, მეთქი. და 3 დღეს მერე გადმომირეკა და მეკავოთ შევხვდით და მითხარ დავიწყოთ. ბედნიერება იქნებოდა ნამდვილად ეს პასუხი. შარშან 6 თებერვალს დავიწყეთ გადაღებები. დღეს 8 თებერვალია და უკვე მზად არის ფილმი. დღეს 8 თებერვალია და ესეც უდიდესი თარიღია ჩვენის ქვეყნისათვის. ჩვენი სახელმწიფოსათვის დღეს არის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. კი ბატონო. ადამიანის პიროვნების მეფის, რომელიც იყო უდიდესი წინამძღოლი ჩვენი სახელმწიფოს. მეფის, მოქალაქის, რომელიც იყო წიგნობარი. ამიტომ სიმბოლურია ეს. ამ თემატიკაა, იმიტომ და მინდა თქვენი ეთერის საშუალებით ტელემაყურებლებს და სულად საქართველოს მიულოცო ეს დღე, იმიტომ რომ დავით აღმაშენებლის ხსენების დღე არის საკრალური თარიღი. ვებერთელა ვალდებულებასაც გვიჩენს ნებისმიერ ადამიანს, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ქვეყანა არის შთამომავალი დავით აღმაშენებლის აზრისა, რომელიც მის ნაშრომში არის გადმოცემული. და ეს სამაგიდო წიგნია. პრაქტიკულად. აი ესე მოხდა ფილმის იდეის დაბადება. შემდგომ ჩაგერთო მინდა უკაცრავად. ეხლა მაყურებელს აინტერესებს, ხო? რომელ ეპოქას მოიცავს ზოგადად ეს ფილმი?
კი ბატონო. ვიცი თქვენგან ეგ და მე მინდა ახლა ჩვენმა აუდიტორიამაც გაიგოს ეგ. ქალტომანანა მე როდესაც ვისაუბრებ ბატონ რეზოს იდეასთან დაკავშირებით დაონახაზი გამაჩნდა ზუსტად ეს იყო მისი დაფიქრების უდიდესი საფუძველი რომ აქ არ არის საუბარი რომელიმე განყენებულ მონაკვეთზე ჩვენი ლიტერატურის ისტორიისა და რთულია სოფლიოში მოიძებნოს სახელმწიფო რომელსაც გააჩნდეს 15 საუკუნოვანი ისტორია ლიტერატურის ასე რომ ჩვენი აი ეროვნული საგანძური რომელიც არამატერიალური სახით სულიერი ფასეულობების საგანძურს წარმოადგენს და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ მატერიალურიც არის იმიტომ რომ ვებერთელა ნაშრომები თავისი არსით, შინაარსით და მოწოდებით წიგნის სახით არსებობს და აქვე ზუსტად აი უდიდესი მადლობა იმისათვისაც რომ ზუსტად შარშან მოხდა ივლისის თვეში რომ ივანე ზოსიმის ხელნაწერის კრესტის აუქციონზე კი მოხდა მისი შესყიდვა ბატონ ბიძინას ივანიშვილის უდიდესი მეშვეობით მისი თაოსნობით რუდინებით და ამ ადამიანის უდიდესი დამსახურებაა რომ დღეს საქართველოს ივანეს ზოსიმის ხელნაწერი გააჩნია საკუთრებაში ასე რომ ჩვენი ეს ლიტერატურა არამატერიალური და მატერიალური საგანძურს წარმოადგენს და აი ეს იყო ზუსტად ის რომ ჩვენ 15 საუკუნოვან ისტორიას მოვუწევთ კი მსოფლიოში არის გაცილებით უფრო ადრე თქვა ელინურ ლიტერატურას კულტურას თუ შევეხებით რომაულ ეპოქას რომელიც რამოდენიმე ათასწლეული წინ არის თქვა მაგრამ შემდეგ ხდება წყვეტები და ჩვენ უწყვეტი 15 საუკუნოვანი ისტორია გაგვაჩნია ლიტერატურის საფუძვლიანი გზის ამასთან მიმართებით კიდევ არის ის რომ ამის წინ არის კიდევ ერთი ნაწილი ეს არის ხალხური ზეპირსიტყვიერი რომლის ვადა დაწყება თარიღი სამწუხაროდ ეს არავინ არ ვიცით მაგრამ არის საგანძურთა საფუძველთა საფუძველი ეს ყოველი ანუ ეს ყველაფერი იწყება ფოლკლორიდან დიახ იწყება ფოლკლორიდან პირველი ფილმი არის ფოლკლორი და სრულდება დღევანდელობით 12 ფილმი არის ფოლკლორის შემდგომ მოდის უკვე ჰაგიოგრაფია ის პირველი ნამუშევრები რომელიც ქრესტომატიული ნამუშევრებია რა თქმა უნდა აბოდა ასე შემდეგ იაკობ სულტანი ეს ყველაფერი და მოდის დღევანდელი დღით თანამედროვე ქართული მწერლობა დღევანდელობა რომელიც ასახავს თანამედროვე ქართულ მწერლობას თითოეულ ფილმს თავის დასათაურება რა თქმა უნდა პირველი ფილმი ეს არის ქართულო ხელი ხმალსიკარ მეორე ფილმი ნეტარ არიან მორწმუნეები მესამე ფილმი შეეხება მწვერვალს ჩვენი კულტურისა ლიტერატურის შოთა რუსთაველს შემოქმედებას და იმ უდიდეს ალბათ ნათელთა ნათელი არის ვეფხისტყაოსანი შემდგომ მოდის და მოდის ეს ყველაფერი აღორძინების ეპოქა არის ჩვენი პოეტი მეფეები შემდგომ მოდის უკვე რომანტიზმი ამსა დასახელწოდებით ეს უკვე მე-18 საუკუნეს მოიცავს ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი ეს კორიფეები და საოცარი ადამიანების ასე და ასე შემდგომი ეტაპი არის უკვე თერგდალეულები ეს ის ეტაპი რომელიც ცისფერყანწელები საოცრებები არის აი იცით როგორი რაღაცა არის ეს თითოეული ეპოქა გამოძახილი არის წინამორბედი თაობის
კლასიკოსებისა, რომლებიც ესტაფეტას გადასცემენ შემდგომ თაობას. აი, მეც ვეღანაც ვახსენე ესე იგი ჯაჭვია. უწყვეტი ჯაჭვია. ეს აი უფრო ხატოვანი ალბათ გამოთქმა შეიძლება ესეთი რომ აი მთის ანკარა ესეთი ნაკადული წყაროსა. აი უწყვეტი დენახტე. რომელიც ერთმანეთს ეხა როგორ შეიძლება აი თერგდალეულები როგორი ის არის ხო ეს არის აი ხიდია. რა თქმა უნდა. წინა ეპოქის და შემდგომი თაობის რომელზეც დგას ხო ეხა ჩვენთვის ალბათ არ არსებობს საქართველოში ადამიანი რომელიც ილია ჭავჭავაძის პიროვნებას კი არა მის შემოქმედებას არ იცნობდეს და პატივს არ სცემდეს. ილია ჭავჭავაძის რომელიც ადამიანი იყო მოწოდებული სამშობლოს კეთილდღეობისათვის. მისი თითოეული სტროფი არა აქვს მნიშვნელობა, ეს არის პოეტური ნაწარმოები, ეს არის სამწეულოს იგი რომანის ან მოთხრობის სახით დაწერილი თუ ხაზგაუსვალ პუბლიცისტიკას. დიახ. თავიდან ბოლომდე დგას ეროვნულ ფასეულობას. ასე რომ მოდის და მოდის, ხო? მე არის ძალიან ერთი ეპიზოდი ჩვენ ბატონ რეზოს აი ესეთი ის იყოს დაჟინებული ხედვის გამოხატულება 1927 წელი. ეს კიდევ ცალკე ეპოქაა, სამწუხარო ეპოქა ქართულ რეალობაში, როდესაც უამრავი ლიტერატორი და არა მარტო ლიტერატორი, ხელოვანი იყო რეპრესირებული. დიახ, და სხვადასხვა დარგის მოღვაწენი თუ რიგითი მოქალაქეები შეეძინენ მსხვერპლად იმ ეპოქას საუბედო საშინელ ეპოქას. მედენ მოდის უკვე 50-იანელები ეს პეპერსტელა პლეიადა საოცარი პიროვნებების და მოღვაწეების და დღევანდელი ეპოქა როგორც თქვით ის მაინც ბრუნავს ამ გასაფრთხილებას. ეს სიმბოლურიც არის და აი პირველი ფილმი არის ესე იგი რომ ქართულო ხმალს იკარ და მეორე ბოლო ფილმი დამასრულებელი არის ის მაინც ბრუნავს. ეს ყველაფერი არ წყდება და მთავრდება აქ. აი ზუსტად ნახეთ აი მე მადლიერი ვარ ბატონ რეზოს განჭვრეტის უნარის. თავი ეს არის იმიტომ რომ მან ზუსტად ის ხაზი წამოწია წინ რომელიც აი აბრეშუმის ძაფივით უწყვეტად ნაირფერ ფერთან ალიტრაში გადმოსცემს ჩვენს ლიტერატურას. ეხლა აქვე თქვენი ნებართვით თუ შეიძლება რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი რომ საოცრება არის მაგრამ საოცრებაც არ არის, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქართული სულიერი ფასეულობის ნიშან-თვისება არის, რომ ჩვენი ლიტერატურა თავიდან ბოლომდე წარმოადგენს ისტორიის გამოძახილს. აბა ნახეთ, თუნდაც ჩვენ აი როდესაც საუბრობთ აღორძინების ეპოქაზე, ახსენეთ თქვენ მეფე წერილები. კი. ალვის დიდოსტატები. აი არჩილები. ნახეთ და დავიწყოთ უფრო გვერდიდან. დავით აღმაშენებელი. აი თელი ეს ისტორია ურთულესი გზის აჩვენებელია და ეს ყოველივე არის აბსოლუტურად ნათლად წარმოსახული ჩვენს ლიტერატურაში. და ლიტერატურა ერის მის ბედზე ზრუნვის, კულტურის წინწამოწევის და ისტორიის შენარჩუნების გარეშე ქართული ლიტერატურა არის წარმოუდგენელი. თავისთავად ხარ. ნებისმიერი მწერლის, ნებისმიერი პოეტის თითოეულ სტროფში ეს ყოველთვის იკითხება. თუნდაც ალეგორიის ხარს. კი ბატონო. ბექა რაზე მინდა იცით აქცენტი გავაკეთო. აი თქვენ როდესაც აი ამ ფილმებზე მუშაობდით, თქვენ და ბატონი რეზო, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენ ფიქრობდით ყველაზე მნიშვნელოვანზე, უმთავრესზე, იმაზე, რომ ამ ფილმების საშუალებით თქვენ ჩვენს თანამედროვე ახალგაზრდობას
გააცნობდით, დაინტერესებდით ჩვენი ქართული ლიტერატურით და წერლობით, სამწუხაროდ მე წეღან აღნიშნე და ბატონ რეზოსაც გულის ტკივა ვიცი ამაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდობა მოწყდა წიგნს, რაც ძალიან დამაფიქრებელია. ამიტომ ეს ხო ფაქტობრივად თქვენს მიერ გაკეთებული ეს შესანიშნავი ფილმები, ეს ხო ფაქტობრივად არის ვიზუალური ანთოლოგია ჩვენი ლიტერატურის, ჩვენი მწერლობის და მე ზუსტად ვიცი რომ თქვენ აი ეს რომ შეიძლება ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ეს გათვლაც გააკეთეთ აქ, რომ ჩვენი მაყურებელი და პირველ რიგში ახალგაზრდობა თქვენ მიაჯაჭვეთ ტელევიზორებს და თუნდაც აი იმ სმარტფონებს, რაშიც შეუძლიათ მათ ნახოს ფილმები. აი ამაზე 1-2 სიტყვა მითხარით და შემდეგ უკვე ერთი სული მაქვს, როდის შევთავაზებ ჩვენ მაყურებელს ფილმს. ჩვენ ამაზე დავიწყეთ უკვე მუშაობა. მე მანამდე უკვე ნათქვამი მქონდა ბატონ რეზუსათვის, რომ რა თქმა უნდა ამ ფაქტორის შესახებაც. თქვენ ახსენეთ გულის ტკივილით, რომ სამწუხაროდ გარკვეულ ნაწილს ახალგაზრდობისა მე ყველაზე ვერ ვიტყვი. ყველაზე არა ნამდვილად. წიგნისადმი ნაკლები ტოვა გააჩნია, მაგრამ მიუხედავად ყოველი ისა, როდესაც სალექციო კურსი ვიყავს, ხედავ მე ყოველთვის და მიხარია, რომ მომავალ თაობას სტუდენტებს ამ სახით თუ ვიტყვით და სკოლის მოწაფეებს და ქართული ლიტერატურისადმი უდიდესი ინტერესი გააჩნიათ. და ეს არის, რა თქმა უნდა, ძალზე სასიხარულო ფაქტი. თავისთავად, კი ბატონო. და ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ესე იგი მათში შეიძლება დაიბადოს დიდი კალმის უდიდესი ოსტატი. კი ბატონო. ასე რომ ეს რა თქმა უნდა არსებობს ეს მომენტი და საინტერესო ის არის, რომ თითოეული ფილმი არ არის ვრცელი ქრონომეტრაჟი, მაქსიმუმ თითოეული ფილმი არის 3 ნაწილი. კინოენაზე რო ვისაუბროთ, 3 ნაწილი, ნაწილი ნიშნავს 10 წუთს, 3 ნაწილი მაქსიმუმ 30 წუთი. თითოეული ფილმი მერყეობს 2-დან 3 ნაწილის ჩათვლით და რატომ? რომ მაყურებელს დაინტერესებულ ადამიანს კონდეს საშუალება უფრო მარტივად კი არა აღქმის უნარი კონდეს გაადვილების და შეიძლება უხეში სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ აუ დავიხალე დაღლის მომენტი რო წაუშავდე ამ შემთხვევაში, რომ მათ კონდეთ ესე იგი სურვილი რომ ერთ ამოსუნთქვაზე ნახონ ფილმი და ამით გამოიტანონ მათთვის საკუთარი დასკვნა. პლუს როდესაც იქ საუბარია ისეთ კორიფეებზე ქართული წერლობისა, რომლებიც არ არიან მარტო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამწერლო კულტურის წარმომადგენლები. მათი ნაშრომები აი უდიდესი ჩვენი ლიტერატურული მწვერვალისა შოთა რუსთაველის ყაოსნიდან მოყოლებული უამრავ ენაზე ითარგმნება. და ეს კიდევ ერთი ისეთი გამოკვეთილი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად დიდი სულიერი ფასეულობის უმაღლესი მწვერვალის მატარებელია ქართული ლიტერატურა. შესაბამისად ქართული გენი და ჩვენი ქვეყანა. ბექა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ. თუ რაიმეს დამატება გსურთ, თუ არა და უკვე შევთავაზოთ. აი მე გეტყვით ახლა უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. ჩვენს მაყურებელს იმისათვის, რომ მას გააჩნია ქართულ მაყურებელს საერთოდ საქართველოში ნებისმიერი ადამიანი უდიდესი ხელოვანი არის. როგორც თქვათ, სახელოვნების დარგის წარმომადგენელი, ასევე როგორც ხელოვანი, რომელიც ზუსტად აღიქოს ხელოვნებას. არ არის ყველა მომღერალი, პირობითად რომ მოვიღოთ, მაგრამ არის კარგი მსმენელი, რა თქმა უნდა. ნახეთ და მადლობა პირველი მათ.
მე ვიდა ასევე მადლობა რა თქმა უნდა გადაუხადო შემოქმედებით ჯგუფს. იმიტომ რომ ფილმი არის პრაქტიკულად სრული ქართული პროდუქტი. მუსიკით დაწყებული მშვენიერი კომპოზიტორის ირაკლი ცინცაძის მუსიკა ჟღერს ირაკლის რომლის მამა იყო უდიდესი ქართული კომპოზიტორი ბატონი სულხან ცინცაძე გამოყენებული არის უამრავი ვიზუალური მასალა აქ არის 1000 ვიზუალურ მასალაზე რომელიც აღდგენილია სრულად გაციფრებულია ამას ემატება ტექსტური აღდგენა რომელზეც ცალკე ჯგუფი მუშაობდა ამას ემატება კიდევ ჩანახატები რომელზეც მშვენიერი ავტორი მუშაობდა ბატონ მერაბ გუჯაბიძე და რა თქმა უნდა ვიდა მე ასევე მადლობა გადავუხადო ადამიანებს რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ ამ იდეის რეალიზებაში, ახორციელებაში და განხორციელებაში ქმედითი როლი რამდენადაც შეიძლებოდა შეიტანეს და ამისათვის მათ უდიდესი მადლობა ბატონი გიორგი ხეჩუაშვილი, ბატონი თამარ შილაკაძე, ბატონი ფრიდონ ინჯია, დავით აბულაძე საქართველოს კავშირის თავმჯდომარე, რომლებმაც და ფილმი ბაზაზე აქ არის გაკეთებული, უდიდესი წვლილი შეიტანეს. უდიდესი მადლობა მათ კიდევ და კიდევ ერთხელ და მადლობა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ბატონ რეზოს გადავუხადო. იმიტომ რომ შემოქმედი ადამიანი და კინემატოგრაფიაში განსაკუთრებით ერთი ვერაფერს ვერ გააკეთებ. თავისთავად ცხადია. ეს არის კოლექტიური შრომის თაობა. და აი ბატონი რეზო ადამიანი რომელიც სრულად მოწოდნებულია ჩვენი ქვეყნის აი ფართო სააშკარაოზე გამოტანის მისი სიკეთის სილამაზის და მისი მოწოდების დასანახად ფართო აუდიტორიისათვის არის ადამიანი რომელიც სამწუხაროდ დღეს აქ არ იმყოფება შეუძლოდ ბრძანდებოდა იყო ის ვინც ჩემი ჩანაფიქრის რეალიზების უდიდესი ხელშეწყობი გახდა. მადლობა მას მისი შემოქმედებისათვის, მისი უნარისათვის, რომ განსჭვრეტოს რა არის ჩვენი ქვეყნის ლიტერატურა, რომელიც მომავალს ემსახურება ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა ბექა, მეც შეუერთდები თქვენს მადლიერებას აი ამ გუნდის მიმართ, რომელიც მუშაობდა კი ბატონო ამ დიდებულ ფილმზე და მოდით ახლა შევთავაზოთ პირველი სერია ამ შესანიშნავი სერიალისა რომელსაც ქვია ზოგადად ფილმის სახელწოდება გახლავთ მწერალი და ერის კირთება კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემო ძვირფასებო რომ ეს ფილმები ყოველდღიურ რეჟიმში 12 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს 11 საათზე შეგიძლიათ ნახოთ ტელეკომპანია ქართულის ეთერში ხოლო მეორე დღეს კი განმეორებით დღის 2 საათზე შეგიძლიათ იხილოთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბექა მადლობა ჩვენს აუდიტორიას რომელიც ზის ახლა ეკრანთან დარწმუნებული ვარ და ელოდება პირველ ფილმს რომლის სახელწოდებაც გახლავთ ქართველო ხელი ხმალს იკარ დიდი მადლობა ბედნიერად და კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და მთელს ჩვენს ქვეყანას დღევანდელ დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და სიკეთე სიხარული ბედნიერება აღმოჩნდეს ჩვენ სახელმწიფოს დიდი მადლობა გილოცავთ კიდევ ერთხელ
ეს გახლავთ მწერალთა კავშირის ისტორიული ბაღი. აი აქ ამ სავარძლებზე 65 წლის წინათ, დიდი დრო არა, 65 წლის წინათ მე პირველად ვიხილე ქართული მწერლობის ორი დიდი კლასიკოსი, გალაქტიონ ტაბიძე და კონსტანტინე გამსახურდია. ისინი ისხდნენ აი ამ წალკოტში, აი ამ ბაღში, რომელსაც არაერთი ხატრული სიტყვის ოსტატი, კაზმული სიტყვის წარმომადგენელი უნახავს, ხოლო თქვენს წინაშე უკვე გამოჩნდა ქართველ მწერალთა სასახლე. აი ამ სასახლიდან ძვირფასო მეგობრებო, 100 წელია ქართველი მწერალი ესაუბრება ქართველ ერს, მისთვის საჭირო და გასაგებ ენაზე. ბატონი ბექას, ცნობილი პროდიუსერის და რეჟისორის ინიციატივით, თქვენი მონამორჩილის თანხმობით, ჩვენ გადავიღეთ 12 სერიანი ფილმი ქართული მწერლობის შესახებ. კონკრეტულად ამ ფილმს ჰქვია ქართული მწერლობის ურთულესი გზა მისი მწერლობის დასაწყისიდან დღემდე, რა მონაწილეობა მიიღო ქართველმა მწერალმა ქართული ფენომენის დაცვასა და განმტკიცებაში, როგორ ედგა იგი დარაჯად მთელ საქართველოს, რათა არ წაშლილიყო ამ დიდი კულტურის და ტრადიციის მქონე ერის ცხოვრების გზა და მისი არსებობა ისტორიაში და როგორ მოვიდა აქამდე ღირსეულად ქართველი მწერალი, რომ 21 საუკუნეში თავისი სიტყვა ეთქვა. მაშასე ღვთის შეწევნით მწერალთა სასახლიდან დღეს ვიწყებთ ჩვენი 12 სერიანი ფილმის ჩვენებას. დანარჩენი თქვენზეა, ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ნუ იქნებით, რამე თუ ეს არის პირველი ცდა მაყურებელმა თვალი გაადევნოს ქართული მწერლობის 15 საუკუნოვან ისტორიას. მეცნიერები გულმოდგინედ იკვლევენ, როდის მოვიდა და საიდან მოვიდა ქართველი ერი იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ცხოვრობთ. საქმე ის გახლავთ, რომ ერთნი ამტკიცებენ, თითქოს ჩვენ მოსული ვართ შუა მდინარეთიდან, ტიგრის და ევფრატის ნაპირებიდან, ბაბილონის სანახებიდან, წინა აზიიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორენი მოგზალებით გამოთქვამენ აზრს იმის შესახებ, რომ შეიძლება ქართველი ერი, ქართველი ხალხი გენეტიკურად აი ამ ტერიტორიაზე წინამორბედი მოსახლეობის, რომელთაც რა თქმა უნდა მაშინ ქართველები არ ერქვათ, საქართველოს ეს ტერმინი მე-11 საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ აი აქ ცივილიზაციის ნელ-ნელ საფეხურზე განვითარების შედეგად დამკვიდრებული ხალხი ვართ, მერე ერად ქცეული და იმ დიდი ცივილიზაციის მქონე, რაიც დღეს გაგვაჩნია. მე როგორც ერთ კაცს მიმაჩნია, რომ როგორც კარგი არქიტექტორი შეუხამებს ხოლმე ბუნებას, თავის ნახელავს, შენობა იქნება ეს თუ სხვა რაიმე დანიშნულების ნაგებობა, შეაფარდებს ბუნებასთან. აი ისე ქართველი კაცი, მისი ხასიათი და თუ გნებავთ, მისი ენაც კი აი აქ ადგილობრივი განვითარების შედეგია. ენა მეტყველება, მოგეხსენებათ თქვენ კარგად, საერთოდ ჩნდება სიტყვა, როგორც წაბაძვა მუსიკალური ამა თუ იმ მოვლენისა. დააკვირდით ქართულ სიტყვებს, როგორ არის იგი მუსიკალური ხატი
ქართული მოვლენებისა, აი აქ დატრიალებული უდიდესი ბუნებრივი სასწაულებისა. აი წარმოვიდგინეთ სიტყვა წყალი. როგორ მიუთითებს იგი წყლის ხმას, წყლის რაკრაკს, ბრძანება, როგორ ნიშნავს თავისი ფონეტიკური შემადგენლობით შესასრულებელს, ჩურჩული, ხმადაბლა ლაპარაკს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქართული სიტყვა საოცრად მუსიკალურია, მერე იგი თანდათანობით ხდება უკვე შესასწავლის საგანი ალიტერაციისა და სხვა ფონეტიკური მოვლენებისა და ნელ-ნელა საფუძველი ედება ქართულ ხალხურ მეტყველებას, ანუ რასაც შემდეგ ვეძახით ფოლკლორს, რაც საფუძვლად ედება ქართული ხატრული სიტყვის, ქართული კლასიკური მწერლობის, ქართული კაზმული სიტყვის დაბადებას. აი ეს ფოლკლორი, ძვირფასო მეგობრებო, ოდითგან იღებს სათავეს. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი პირველი ლექსი ქართული ფოლკლორისა, კაცმა არ იცის, როდის გაჩნდა იგი, მაგრამ აი ასე თამამად არის მისული დედამიწის ბუნებრივ მოვლენებთან. მზე დედა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, ხვიჩა ვარსკვლავები, დადა ძმა ჩემი. ეს უძველესი ქართული ლექსი ასე ვაშკაცურად, ასე თამამად, რომ შეეხმიანება ციურ მოვლენებს, ქართული ფოლკლორის თითქმის ერთ-ერთი პირველი ნიმუში გახლავთ. მე გეტყვით ახლა ერთ მეგრულ ლექსს, რომელიც ასევე უძველესია. თუ შეიძლება მეგრულად მოგახსენებთ. ბორჯი, სირშენ თინა, ეშე გიმე მითინს ვაშუ. ბორჯი, სიგიჯინუ, სერიში პირველი გოთანაშა. ბორჯი, სიგიჯინუ, დღადო სერიში გორთაფაშა. ენა მურე, სიგიჯინუ, დიხაშ პირველი გორთაფაშა. რას ნიშნავს ახლა ქართულად? ბორჯი დროს ნიშნავს. დრო, შენ შეესწარ, ვის განეყო ღამეს ბნელი. დრო, შენ შეესწარ, ვით მოვიდა ცის ნათელი. დრო, ეს რა არის? რას ცოდნია ამ ბუნებას, შენ შეესწარ პირველ ბიძგს და მიწის პირველ დაბრუნებას. ხედავთ სად მიდის სახალხო მთქმელი, დროს მიმართავს, მიწის პირველ დაბრუნებას შეესწარ შენო. აი ასე იარა სახალხო მგოსანმა, სანამ იგი გახდებოდა ერის გულის თქმის გამომხატველი და სანამ შეიძენდა საოცარ პატრიოტულ მუხტს. და რა იყო ეს მუხტი? სამშობლოს არ ვისწავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება, ხმიანობს ქართული ლექსი. გვერდით უდგას მას საოცარი ქართული პოეზია. ქართველო ხელი ხმალს იკრავს, დედა შეერთოს მას ცოლად, ვინც თავი დაიშუროსა. მოსძახის საუკუნეებს ქართველი სახალხო მთქმელი და ამით იგი დარაჯად უდგას ქართველ ერს, დარაჯად უდგას მის გულისთქმას და ასრულებს უდიდეს ამოცანად ქართული ფენომენის დასაცავად უდიდეს პრობლემებს ეხება ქართველი სახალხო მთქმელი. მას აქვს საოცარი გამოხატვის უნარი სიყვარულისა. აი მაგალითად შეიძლება საუკუნეთა მიღმა არ გახლავთ შექმნილი, მაგრამ ყველა მიცით ხალხური ლექსი შემომეყარა ყივჩაღი. შემომეყარა ყივჩაღი ბოლოსა მუხრანისასა პური მთხოვა და ვაჭმიე
ვარჩევდი ბადაგისასა ღვინო მთხოვა და ვასმიე ვურჩევდი თავთუხისასა ცოლი მთხოვა და ვერ მივე ელვასსა გავდა ცისასა ანდა ცოლს როგორ მივცემდი ქალსა გაზრდილსა სხვისასა შეიბნენ ყვიჩაღი და მოყმე აი ამ საკითხზე მათ ერთმანეთი დაამარცხეს და თქვენ წარმოიდგინეთ ქართველმა დაიცვა თავისი ოჯახი თავისი ცოლი ყივჩაღმა თავისი სათხოვნელი არ დათმო და ორივენი ამ შერკინების მსხვერპლად იქცნენ და უნაპირო იუმორი ამ სახალხო ლექსისა აქეთ მეუკვდები იქეთ ის ქალი წავიდა სხვისასა ქართველი სახალხო მთქმელი თავისი განსაცვიფრებელი დამოკიდებულებით ღვთიური დამოკიდებულებით ოჯახის სიწმინდისადმი ქართული ფენომენის ქართული მიწის დაცვისადმი საუკუნეებს მოყვება და მოყვება ისე რომ აღზარდოს ქართული სული უჩვენოს დამოკიდებულება ქართული ბუნების საწყისისადმი გარდა ლექსისა ქართული ფოლკლორი საოცარ ყურადღებას აქცევს პროზაულ ქმნილებებს თქვენ წარმოიდგინეთ ნოველებიც კია გარდა ზღაპრებისა შექმნილი ქართველი სახალხო მთქმელის მიერ აი მაგალითად სამი ყრუ ცრუ განსაცვიფრებელი ანეკდოტები მე მქონდა შემთხვევა ინგლისში ერთ-ერთ სიმპოზიუმზე სადაც გამოაცხადეს მოდით ყველა მეცნიერებმა საიდანაც ვართ იმ ქვეყნის ერთი თვალსაჩინო თქმულება ანეკდოტი ვთქვათო შესვენებაზე გამოაცხადეს ესა რა ვთქვა მეთქი და ვთქვი ასეთი რამ ქართველი კაცი კახელი კაცი კონკრეტულად ბაზარში დგას და კაკალს ყიდის ყიდულობს იქვე კაკალს 100 ლარად კილოგრამს და ყიდის ასევე 10 ლარად ეუბნებიან შაქრო კაპიკს არ იგებ რადგან როდი ხარ ამ სიცხეში თხა გავყიდე თხა ვიყიდე გამოდის 10 ლარად ყიდულობ და 10 ლარად ყიდიო და პასუხს ასეც იძლევა შაქრო მე შვილოსა ფული მოგებაი კი არ მაინტერესებს მე უბრალოდ კაკლის ჭხრიალი მიყვარსო ჩემი დამდროული ინგლისურით როგორც იქნა გავაგებინე კონფერენციის მონაწილეებს რას ქვია კაკლის ჭხრიალი და რატომ დგას ეს ქართველი კაცი სიცხეში კაკლის ჭხრიალის სიყვარულით კონფერენციის ხელმძღვანელმა მაიკ ბენედიქტი იყო იგი ასეთი პროფესორი გადაიხარხარა მთელი დარბაზი მიხვდა უკვე დედააზრს ამ იგავისას და გამოაცხადა მაიკ ბენედიქტმა მე წარმოდგენა არ მქონდა თუ დედამიწაზე კიდევ არსებობს ისეთი ერი რომელიც ბაზარში შეიძლება ფულის მოსაგებად კი არა კაკლის ჭხრიალის მოსასმენად იდგესო მომანიჭეს აი ამ ანეკდოტისთვის მე კი არა ქართულ ფოლკლორს ქართულ იგავს ქართულ ანეკდოტს პირველი პრემია და ეს იყო ერთ-ერთი პირველი გახმაურება ამ სიმპოზიუმზე და მე 3 დღე გრძელდებოდა კიდე სიმპოზიუმი ყველანი მოდიოდნენ ჩემთან და მეკითხებოდნენ მართლა კაკლის ჭხრიალისთვის იდგა ბაზარში შაქროვო აი ასეთი ნაღმები ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით ჩადებულია ხალხურ ფოლკლორში ჩვენ ვართ უდიდესი ფოლკლორის პატრონი ერი და ახლა მივადეთით უმთავრეს მწვერვალს ქართული ფოლკლორისას ლექს პოემას რომელსაც ქვია ვეფხვის და მოყმის ამბავი აქ კი ჩემო ძვირფასებო ჩვენ ვიხილავთ
მწვერვალს ქართული ტოლერანტობისას ვეფხვის და მოყმის ბალადა ქვია ამ ლექსს. რამდენიმე სტროფს თუნებას დამთავრთ ზეპირად გეტყვით. მოყმემან პირში შველამან შიბნ გაიარნა კლდისანი მოინახულა დალაშქრა ბილიკნი ჭიუხისანი შაღვარდის ვეფხვის ნაწოლსა დრონ იყვნეს შუღამისანი ვეფხვი რომ წამაუფრინდა თვალნი არისხნა ღვთისანი შეიბნეს ვეფხვი მოყმეი მაშინ დაიძრნენ ქვიშანი კლდეები ჩამაანგრივეს შტონ დაილეწეს კლდისანი ფარსა უფარებს ვერ ფარავს ვეფხვი ჩქარნია კლდისანი ჯაჭვით გაართვა ძუძუნი ჯაჭვისა ჯავშანისანი თავად კლდის თავზე შემოწვა მოყმე სულ ამომდინარე გაჭრა ბოლოს ფრანგულმა ვეფხვი კლდეს გადაეკიდა აქეთ კლდის თავზე შემოწვა მოყმე მაგრამ ამბავი ამით არ მთავრდება ვინ ეტყვის მაგის დედასა წინ უზის ქადაგმისანი და მერე იწყება საოცარი რამ გვირგვინად რომ ადგას მთელ ქართულ ფოლკლორს და საოცარი წუხილია სიკვდილის გამო ომის გამო ადამიანთა ერთმანეთის ხოცვის გამო იარებოდა დედაი ტირილით თვალცრემლიანი ჩემ შვილს გზად ვეფხვი შახრია გაბრაზებული ტიალი ჩემ შვილს ხმლით იმაი ტოტითა დღე დაუღამდათ მზიანი არც ჩემ შვილი იყო ნაკლები არც ვეფხვი შახვდა ჭკვიანი და კიდევ ერთი საოცარი ნაწილი დედა გადაწყვეტს მკვდარი ვეფხვის დედასთან მივიდეს იქნება ვეფხვის დედაი ჩემებრ მწარე და სტირისა წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმარ უთხრა ჭირისა ისიც მიამბობს თვის ამბავს მეც უთხრა ჩემი შვილისა ძვირფასო მეგობრებო არავინ იცის როდის დაიბადა ეს ბალადა ვეფხვის და მოყმის ბალადა მაგრამ ეს ბალადა წინ უსწრებს საოცარ უძნელეს უმძიმეს ლექსებს ქართული პოეზიისას და ქართული კლასიკური მწერლობისას და ეხმიანება ქართველი კაცის გულისთქმას შესახებ იმისა რომ იმ მტრის იმ ვეფხვის დედაც ხომ დედა გაუწოდე ხელი შვილმოკლულო ქართველო დედავ იმ მტრის დედასაც მიდი მოინახულე და ჭირის სამძიმარ უთხარო მე ამით ჩემო ძვირფასო მეგობრებო ამ გენიალური ნაწარმოებით ქართულ ფოლკლორზე სიტყვას დავასრულებ და ეს არის დამოკიდებულება ქართველი კაცისა ვერც ერთ ფოლკლორულ ნაწარმოებში ვერც ერთი ერისა ამის მსგავს სიუჟეტს თქვენ ვერ იპოვით ეს არის ტკივილი და ტანჯვა ქართველი დედისა საოცარ პოეზიაში გამოხატული ამით ვასრულებ ძვირფასო მაყურებლებო საუბარს ქართული ფოლკლორის მწვერვალზე ვეფხვის და მოყმის ბალადაზე და ამით ვასრულებთ პირველ ფილმსაც ქართულ ფოლკლორზე ქართული ლიტერატურის დასაწყისზე მეორე ფილმი შეეხება ქართული კლასიკური მწერლობის პირველ პერიოდს შუშანიკის წამებას აბოთფილელის წამებას და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას გემშვიდობებით დიდი პატივისცემით გმადლობთ ყურადღებისათვის